I'm German homelos, I drink coffee and I know things. 59 ეპიზოდის თემა არის მოგზაურობის მნიშვნელობა. ასეთი საინტერესო მრავალფეროვანი მომხიბვლელი შთამბეჭდავი პლანეტა იმისთვის არ შეგვიქმნა ღმერთმა, რომ მთელი ცხოვრება ერთ ქალაქში, ერთ ქვეყანაში გავატაროთ. ადამიანის მოთხოვნილებაა მოგზაურობა, აღმოჩენა, შესწავლა. ზუსტად ისეთი მოთხოვნილება, როგორც სუნთქვა, სმა და კვება. იდეურად ადამიანს ხელს არაფერი უნდა უშლიდეს მსოფლიოს გარშემო იმოგზაუროს. პლანეტა ყველასია, ხომ? კი, ყველასია. ესე იგი რა გამოდის? ისევ ჩვენვე გავაფუჭეთ, დავამახინჯეთ, მოვიცილეთ შესაძლებლობები მატერიალისტობით, ფულის მოყარეობით. გასაგებია, რომ მოგზაურობა ხარჯებთან არის დაკავშირებული და უმეტეს შემთხვევაში სხვა ფორმალურ საკითხებთან. ეს ყველაფერი გასაგებია და სრულიად სამართლიანია. ამხელა მანძილზე რომ მიხავ ავტომობილს, მატარებელს, გემს, თვითმფრინავს, ფულიც უნდა გადაიხადო. ჩვენც ეგრე არ ვართ, ზოგი ადამიანი ჭიქა წყალს არ მოგაწუდის, თუ ფული არ გადაუხადე და არ დაანახე. ფული, უსაფრთხოების კონტროლი, სახელმწიფოთა თავისებური ინდივიდუალური წესები და კანონები, ეს ყველაფერი გასაგებია და სამართლიანია. თუმცა შეგვიძლია რაღაც ძალიან მაგარი საქმის გაკეთება, რომელიც იმდანად ღირებული და აზრიანია, რომ დროს გაუძლებს. შეიძლება თავიდან სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ ძალიან ადამიანური და ღირსეული პროექტია. ეს არის მოგზაურობის პოპულარიზაციის მსოფლიო ფონდი, რომელშიც ყველა ქვეყანა ჩადებს გარკვეული რაოდენობის თანხას და მისი და მინიმალური საფასურის სანაცვლოდ ნებისმიერი ადამიანი შეძლებს თუნდაც 3 ქვეყნის მონახულებას მაინც. ყველა ქვეყნის ყველა სოფელში და ქალაქში ჩასვლა და იქ დაფუძნება არ იგულისხმება. უბრალოდ საშუალება მიეცემათ იმ ადამიანებს მოგზაურობის, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი სახსრებით თუნდაც ლონდონის, პარიზის, რომის, ნიუ-იორკის, ჩინეთის ღირსშესანიშნაობების მონახულებას და ზოგადად საზღვრებს გარეთ გასვლას. ის ფაქტი, რომ მხოლოდ მდიდრებს და გავლენიან ოჯახის წევრებს აქვთ მოგზაურობის საშუალება, ძალიან არასწორი და ეგოისტურია. ახლა იტყვის ვინმე იმუშაო, შეაგროვონ ფული და წავიდნენ. ვინ უშლისო, მაგრამ ზოგს იმდენი პრობლემა, გასაჭირი, საქმე, ხარჯები და იმდენი ვინმე ჰყავთ საპატრონო მოგზაურობისთვის ფული საერთოდ შეიძლება მთელი ცხოვრებაც კი ვერ შეაგროვონ. არის ასე და ამას თვალი უნდა გაუსწოროთ ამ სიმართლეს. გულგრილობა მძიმე ცოდვაა, ისევე როგორც ეგოიზმი. მე ვარ და სხვა არავინო. ასე არ შეიძლება. შეიძლება ძალიან ბევრმა უარყოს რა მოგზაურობა, რის მოგზაურობაო, მაგრამ გულის სიღრმეში ყველა ოცნებობს მოგზაურობაზე. ყველაზე უფრო მძაფრი ინტროვერტიც კი ნატრობს თუნდაც ერთხელ მაინც გამოსცადოს მოგზაურობა.